როდის უნდა აცნობოთ მეგობრებს და ნათესავებს ორსულობის შესახებ? ამ თემაზე ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და ცრუწმენაა. თუ ყველაფერ ამას გვერდზე გადავდებთ, ასევე იმასაც, რომ მეგობრები და ნათესავები შეიძლება თავიანთი რჩევებით ან ცუდი ისტორიებით შეგაწუხონ, ამ სასიხარულო ამბის გაზიარება შეგიძლიათ მაშინვე, როგორც კი ტესტზე ორი ზოლი დაინახეთ. ორსულობის მიმდინარეობაზე, მშობიარობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ეს არაფერს არ იმოქმედებს. მაგრამ ზუსტად ამაზე შეიძლება იმოქმედოს იმ ისტორიებმა, რომლებსაც ახლობლები შეიძლება მოყვნენ. და ეს ისტორიები ხშირად სულაც არ არის სასიხარულო და შთამაგონებელი. ხშირად ადამიანები ყვებიან იმაზე, რომ რაღაც არასწორად წავიდა, როგორც თქიოდათ, მშობიარობისას, რა სახის გაწყვეტები ჰქონდათ მშობიარობის დროს და ასე შემდეგ. ეს ყველა ისტორია შეიძლება უარყოფითად აისახოს მომავალი დედის ემოციურ მდგომარეობაზე. აქ უკვე მისი შთაბეჭდილებისადმი მგრძნობელობის მიხედვით მისი ჰორმონალური ფონი შეიცვლება. მას შეიძლება დაიწყოს ამ ისტორიების საკუთარ თავზე მორგება, უარყოფითი სცენარების გონებაში გადახვევა, მას აუწევს სტრესის ჰორმონი და ეს უკვე უარყოფითად იმოქმედებს მასზე და ბავშვზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ 12 კვირამდე გაკინული ორსულობის რისკი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. და თუ რამე არასწორად წავა, მოგვიწევს ნათესავებისთვის და ნაცნობებისთვის ახსნა, რა მოხდა, როგორ და რატომ. შეიძლება გაჩნდეს ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა არ გინდათ. ამიტომ, თუ თქვენ შთაბეჭდილებებზე მგრძნობიარე ადამიანი ხართ, თქვით ეს მაშინ, როცა დამალვა უკვე შეუძლებელი იქნება. ჩემს ორსულობაში მუცელი დიდხანს არ ჩანდა და პირველ ორსულობაზე დებასაც კი მხოლოდ 20 კვირაზე მეკი რომ გავიდა. მაშინ ვუთხარი, რადგან მეშინოდა, რა იფიქრე, იქნებ რამე მოხდეს, იქნებ თვალს მეცეს. ხოლო მეოთხეზე კი უკვე მაშინ ვუთხარი ყველას, როგორც კი თავად გავიგი ამის შესახებ.